ვიღაცამ ალბათ დაასმინა იოზეფ კეი, რადგან იმის მიუხედავად, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაუდენია, ერთ გასაკვირი ჩვენ ცხოვრობ ტერორისტულ ქვეყანაში. ამ ქალაქს მე დავსვი ეს ქალაქი ჯარიმა, ქალაქი ჩხრეკა. ეს არის რეპრესიები შეგვიძლია უკვე დავამატოთ. აბსოლუტურად ყველაფერი, იმიტომ რომ აი მე მსგავსი მართლა არ მახსოვს გეფიცებით, ალბათ ავიც აი 37 წელი რო ახსენე, ალბათ ესე იყო 37 წელს. აი დარწმუნებული ესე და შეიძლება ეს კიდე რაღაცა უარესი, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ალბათ 1937 წელს ზოგადი გარემოც ცოტა გაცილებით უფრო სხვანაირი იყო, გაცილებით და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის და დემოკრატიის ასეთი ხარისხი არსებობს მსოფლიოში, განსაკუთრებით მძიმეა, ხო, ამის ყურება, როგორ ახორციელებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების მიმართ დევას. საკუთარ მოქალაქეებს ატერორებს და იცით რა არის მნიშვნელოვანი ის ადამიანები, ვისაც მართლა უყვარს სამშობლო, ვინც იცის რა უნდა აი აქციებზეც რატომ დგას, ზუსტად იცის რომ უნდა ქვეყნის მომავლისთვის დგას ის ადამიანი და ეს ახალგაზრდები, ხო, ეს ბრწყინვალე ადამიანები არის დაკავებული და დატერორებული, მაშინ თუ ხრეთდნენ, ხო? ეხლაც იგივე ეს დაკავებული ხალხი რა, დიდი სხვაობა კი არ არის. აი ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ აი იგივე მიდგომები არის და ყველაზე ესეთ მნიშვნელოვან ფიგურებს ატერორებენ, იჭერენ და ეს არის ნამდვილად ესე იგი ამაში 200-ს უკვე აღარ არსებობს, ეს არის რუსული დავალება და ბელარუსი მონაგონი იქნება თუ ეს ხალხი დანებდება და მე მართლა რო გითხრათ მაოცებს ხალხი იცით უკვე 150 თუ 153 დღეა დღეს და ხო იმიტომ კი არა ძირითადად იქ ვარ ხოლმე დილას რაღაც მუშაობ ჩემი საქმე მაქვს ვაკეთებ რაღაცებს და საკმაოდ როგორც სამსახურში ავდივარ იქ და დგევარ ერთი მოქალაქე და ამისო შეკითხო რა რატო დგეხარ თუ იმიტომ დგევარ ეს ერთი მოქალაქის პოზიცია და მინდა იყო ჩემი ქვეყანა პროგრესული და ნათელი და ვებრძვით ბნელ ძალას აი ეს არის და ამიტომ დგევარ ხო და იქ იკრიბება ესეთი ადამიანები მართლაც აი
ისაც მართლა აგებულებს ქვეყნის ბედი და მე ძალიან მიყვარს რომ ხან არის ხალხი ხან არა მაგრამ ჩემი საზრით განგაში ზარები უნდა შემოკრათ რომ ყველა ეგ უნდა იდგეს რა უნდა იდგეს და რაღაცა პოლიტიკოსები მეტად აქტიურები უნდა იყვნენ ჩემი საზრით მე არ მინდა ხა მოვყვე დაუშვათ ის ოპოზიცია რატო ესეთი არ მინდა ეს მაინც მაგრამ ერთი შემიძლია თქვა უფრო უნდა აქტიურები იყვნენ და ხალხთან უნდა ქონდეთ მეტი კონტაქტი რა ეს აუცილებელი არის იცი რაღაც თითქოს გარიყულები არიან კი მიდიან დასავლეთში აკეთებენ უამრავ კარგ საქმეს მაგრამ ეს ყველაფერი საკმარი არასდროს არ არის გაწეული საქმიანობა და ქმედებები საკმარისი მანამ სანამ არ შეიცვლება რეჟიმი მანამდე ყოველი მცდელობა იქნება კიდევ ერთი და ყოველთვის შეიძლება იმაზე მეტის გაკეთება თითქმის ყოველთვის შეიძლება იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე ახლა ჩვენ ვაკეთებთ ნიკო რაღაცნაირად მონახაზი რომელიც რაღაცნაირად არსებობს ჩვენი პოდკასტის ამ მონახაზიდან მინდა რომ გავყვეთ თქვენ დაიბადეთ 1959 წელს. 1959 წელს დავიბადე ქალაქ თბილისში. ქალაქ თბილისში, რომელიც მაშინ იყო საბჭოთა კავშირის წევრი საქართველოს დედაქალაქი. აი საბჭოთა საქართველო რა ცნებაა ეს? მე ამაზე საუბარი მინდა თქვენთან პირველ რიგში, იმიტომ რომ ბევრი, ანუ პოდკასტის ძალიან ბევრი მაყურებელი დაიბადა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. დაიბადა 90-იანი წლების მეორე ნახევარში 2000-იანი წლების დასაწყისში და ამ ადამიანებისთვის და ესენი არიან ყველაზე წარმოდგენა რა იყო აქტიური ადამიანები. მათთვის მართლა შორეული და მართლა ვერ ხვდებიან. კი, აი მოდი ვისაუბროთ ამაზე, როგორი იყო ეს საბჭოთა საქართველო, რა დაგამახსოვრდეთ. კარგით, მოდით მაშინ ესე დავიწყოთ, ესე იგი დაიბადე 1959 წელს. დამოკიდე ბაბუა სახელი ნიკო ბაბუა 1927-ში გადაასახლეს სადაც მე ცხოვრობ თავისუფლების მოედანზე ძიმას ქუჩაზე იმ სახლიდან წაიყვანეს ბაბუა 27-ში შემდეგ მამა იყო დაკავებული რაღაც დააბრალეს სტალინის შეგრძნებასა და ბაბუა არ დაბრუნებულა არა ბაბუა არ დაბრუნებულა ხო მამა იყო გადასახლებაში 15 წელი მიუსაჯეს და მამა 15 წელი მიუსაჯეს მამას რა იყო ოფიციალური მიზეზი აი დასაბუთებას როგორ აკეთებდა რეჟიმი მაშინ ხო ვერ გეტყვით არ ვიცი მე მოვივიდა რაღაცა საბუთე რაღაც თვითონ ბაბუა გაამართლეს რაღაც ხო ანუ რეაბილიტაცია შეეხო ბაბუას ეს ძალიან პრაქტიკული ესეთი დამკვიდრებული პრაქტიკა იყო ხო მამაც არაფერი არ შეეხო მოკლედ ესე იგი 15 წელი გადასახლებაში იყო ხო ესე იგი როგორ ნუ სწავლობდი მესამე ექსპერიმენტალური იყო მაშინ 39 სკოლა იყო მაშინ იყო მახარაძის ქუჩა, ეხლა არის ლეონიძის ქუჩა. ამ ნაწილში აშკარა პროგრესი გვაქვს. ხო, ამ პროგრესი გვაქვს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ისე შეიძლება ფილიპე მახარაძის ქუჩას გადაკეთდეს უფრო როგორც ჩანს. სავსები და არაფერი აღარ აქვს. ყველაფერი დასაშვებია თითქოს რა, იმიტომ რომ კანონი არაფერი არ არსებობს. აი, როგორც უნდა, აი დაუშვათ პოლიციელები, ხო? არის რაღაცა დაუშვათ კანონი, რომ პოლიციამ დაუშვათ დაკავების დროს ეს ერთნაირად უნდა ემოქმედონ. ყველა პოლიციელს როგორც უნდა ისე აკავებს ადამიანს. პროტოკოლი ფაქტობრივად აღარ არსებობს. აბსოლუტურად აი რასაც უნდა იმას გეუბნება, გაგლანძღავს, ავიცი, აბსოლუტურად ყველაფერი, ნუ აი წარმოუდგენელია. მე აი რამდენი რაღაც დარბევები ვინახავს, ხო, რაღაც რუსეთი, ბელარუსი იქ, მაგრამ აი რაღაც აი ესეთი დარბევები მართლა არ მინახავს, რომ ესე ახალგაზრდა ბავშვებს გოგოებს ეთქვევდნენ, ეკაჩებოდნენ ამ ცხვრის უმტრები, ნუ არ ვიცი, წარმოუდგენ, აი კოშმარი, აი რა თქვა, აი მართლა, აი გაოცებული ვარ. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, აი ესე იგი რომ დავიწყე ჩვენ ხელოვნებაზე ფიქრი და იმ საბჭოთა პერიოდში, როგორი რთული პერიოდი იყო. რამდენი გზები ახაც გავიარე და დღეს ისევ აქ თუ აი ესეთ სიტუაციაში მართლა აი ვერ წარმოვიდგენდი რა აი მართლა ხო და მოდი ესე გავაგზავნე მაშინ სწავლობდი სკოლაში ცელქი ბავშვი ვიყავი ხო მერვე კლასი ალბათ მაშინ იტყოდნენ რომ თავნება ხო თავნება იმიტომ რომ ესეთი სიტყვებით ახასიათებდნენ ადამიანებს ვისაც თავისუფალი აზროვნების ნიშნებს ატყობდნენ სკოლაც არ მახსოვს კარგად იმიტომ რომ ეს რაღაცა კორუმპირებული პედაგოგები რაღაცა რთული პერიოდი არ მინდა ახლა მაგაზე მანდამაიცის გავამახვილო ყურადღება მოკლედ არ სიამოვნებდა სკოლაში სიარული და უფრო მაინტერესებდა აი რა ხდებოდა სკოლის გარეთ
ხო და ისე გამიხედა ამას რაღაც 인ტერვიუ იყო დევიდ ლინჩთან და კითხეს რომ აი სკოლაზე რა სიტყვით და არა სკოლა არ მაინტერესებდა არ ვიყავდა სკოლის გარეთ რაც ხდებოდა ეს მაინტერესებდა და ისე გამიხარდა რომ რაღაცა დაემთხვა ჩვენი საზრ. იმიტომ რომ შემოქმედებითი აზროვნების ადამიანებისთვის რაღაცა ეს ჩარჩოები ყოველთვის შემაწუხებელია. კი ბატონო, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ფიქრები აქვს, სხვა რაღაცაზე ფიქრობენ, სხვა მიზნები აბსოლუტურად რა და აი რაღაცა იმაში რეჟიმში და იმაში ყოფნა არ უყვართ რა და მაშინ საბჭოთა პერიოდში ჩვენი სკოლა იყო რეჟიმი იყო. ხელები მე ეს რომ უკარო წაგიღო რაღაცა კურსა გიწევდნენ, ან მასწავლებელი თვებდნენ რაღაცა აი სადამსჯელო ხო სადამსჯელო კი მეთოდოლოგიით იმართებოდა. მე მიყურს ხოლმე რაღაცა ამბობენ რომ უი რა არა იმ პერიოდი ისეთი კაი რაღაცა აქვს ხოლმე რაღაცა ნოსტალგიები და გაოცებული ვარ ხო არ მახსოვს უბრალოდ ახლა ის რომ ბავშვი ვიყავი ახლა ბავშვობა ყოველთვის ისეთია ხო ბავშვობა ზოგადად კი ხო ჩემთვის იყო სკოლა სერვულ კოშმარი იყო მეორე კლასიდან ესე იგი გადავდი თოიძის პროფტექნიკურ სასწავლებელში სამხატვროში და არა ნიკოლადეში კიდე კარგი რომ გადავედი თოიძეში და არა ნიკოლადეში იმიტომ რომ აი რა განსხვავება იყო მაგრამ ხო იცი რა უფრო თავისუფლება იყო რა და ხალხო ნიკოლაძეს კარგი იყო, მაგრამ იქ მაინც რაღაცა სტანდარტები იყო, ეს CV, თბილი და რაღაცები მეტნაკლებად ბავშვები, რაღაცა ნამუშევრები გავდა ერთმანეთს, რა ჩემთვის პირადად. ეს ჩემი აზრია. შეიძლება ვიღაც არ დამეთანხმოს და კი ბატონო განსხვავებული იყო ხო თავისუფლება მოხდა ესეთი შალვა ჟორჟოლაძე ჯგუფში და ეს ადამიანი ძალიან ესე წარმოსადეგი კაცი იყო და მახსოვს ხატავდა რაღაცა დიდ ტილოებზე ემბურგესი და რაღაცა შენებულები, მაგრამ ისე ოსტატურად ხატავდა. ხო და აქ თემატიკის მიუხედავად ფორმა. დიახ. ფორმა იყო ესე იგი თავისუფალი. თემატიკაში რასაკვირველია, ყველა იყო მაინც შეზღუდული. კი ბატონო, ხო. აი ეს თოიძეში ეს პლუსი იყო ნამდვილად. ხო და დავიწყე რაღაცა პირველი ეტიუდები დავხატე, ნატურმორტი ხო, უფრო ხატვა მიჭირდა და რაც მიჭირდა მე რაღაც არ დავდიოდი ამ ხატვის გაკვეთილებზე და ვასწავლებელი რაღაც გაგრიცხავთო თუ რაღაც არ დახატავ რა ვიცი და მოკლედ გამიშთა სულ ინიო ბარჩაის წიგნი ის ადამიანის ანატომია ხო და ორი თვე აი მთელი წიგნი გადავხატე აი მართლა გადავხატე ეს მთელი წიგნი აი ხატე ძოები აგება ფიგურა მივედი ჯგუფში ორი თვის მერე დავიწყე ხატვა მასწავლებელი გაოცებული დარჩა თუ ესე შეგეძლო ხატვაო სადიკავე და პიკასოს აი გავიხსენე პიკასოს მივიდა და უთხრეს რომ ეს აი ეს მტრედი გვინდა რომ დაგვიხატოთო და კი ბატონო გამოიერთ ერთ კვირაში და დაგიხატავთო რა რომ მივიდენ პიკასოსთან აი ნახუი რა მაგარი მტრედია და რა ღირსო და პიკასომ 1 მილიონიო ისე უთხრა და რატო ამის დახატვას რა უნდაო და შეიყვანა ეგ ოთახში და უამრავი ჩანახატები ანახა იმ ერთი იდეური მტრედისთვის რამდენი სამუშაო იყო შესაძლებელი და მოკლედ აი ესე იგი მინდოდა და ამ ხატვაც მოკლედ აი რაღაცას ჩავიფიქრებ ხო მინდა რომ აი კარგად შევხედო გავანალიზო და მივახციო ყოველთვის რაღაცა ჩემს მიზანს ხო ამ თოიძე არ დამიმთავრებია გამოვედი თოიძის სასწავლებლად მე 4 წელი ვაბარებდი აკადემიაში 4 წელი აბარებდით ეს რას ნიშნავს? 4 წელისა ვერ ხდებოდი, იმიტომ რომ იქ მათი შვილები რატო ვერ ხდებოდი? ხო, იმიტომ რომ მათი შვილები კორუმპირებულები თანხებს იღებდნენ, იყო ჩაწყობა, ხო და ახლა არ იყო მამაჩემი მხატვარი და მე მხატვრის შვილებს იღებდნენ და რა ვიცი, რაღაც პრივილეგიები იყო, საბჭოთა ინტელიგენცია წითელი და კიდე კაი რომ 4 წელი ვაბარებდი, ისეთი პრაქტიკა გავიარე და რაღაცა ხო, აი არა მარტო მე მახსოვს, მამუკა ცეცხლაძეც, ოლეგიც, მე დიდი ხანი აბარებდნენ რა. ხო, ყველა ეს ადამიანები ადამიანებიც ხელოვნების თანამედროვე ისტორიამ შემოინახა უკვე სახელები და კლასიკოსებად ვინც ითვლებით ცოცხალი კლასიკოსები. დიახ, ხო და მოკლედ აი ეს 4 წელი ვაბარებდი, ჩავაბარე, ეს იყო ფარნა ლაპიაშვილის დამსახურება. უთქვია რომ გამოცდაზე რომ სისხლი ეს ადამიანი რო არ მივიღოთო რა. ნუ მართლა შევიდა და 1 საათში დავხატავდი და უკვე დაამთავრეთ, ბავშვები თელი ხატავდნენ. ხო მოკლედ აკადემიაც არ დამიმთავრები, აკადემიიდანაც გამრიცხეს. რატომ გაგრიცხეს აკადემია? რატომ გამრიცხეს რა რაღაცა ვერ ვეგუებოდი რაღაცა აი სისტემას რა მოკლედ აი როგორ გითხრა იცი აი
თავისუფალი ცხოვრება მიყვარდა რა. როგორც ალბათ ყველა ადამიანს სჭირდება თავისუფლების კონკრეტული ხარისხი, ხო? კი ბატონო, იყო იქ პედაგოგები, რაღაცა და ერთ პედაგოგს უთხარი, თუნდაც რაღაც ხატვაში შეგეჯიბრებ, შენ უკეთე რაღაც გამაბრაზა და უთხარი და მაგის გამო, აი ძალიან საინტერესო მომენტია, ხო? ხარისხის მიზეზი ბევრი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ კონკურენციაც კი ვერ აიტანეს, ხო? ხო, კონკურენციას და კიდევ ერთ მინდა ახლა არ მინდა იმ კაცის უკვე გვარი დასახელდა ბევრჯერ მიხსენებია, დეკანი იყო ეს ადამიანი იყო ვიეტნამის ომის გმირი. ხო და პირველი ის მოვიდა მახსოვს რომ ვაპირებდით გერმანიაში წასვლა. მაშინ ჯერ კიდე გერმანიაში წასვლა ესეთი ის იყო და შენო როგორ გაგიშვათო კომკავშირებიც არ ყოფილხარო და ნუ მოკლედ ესე იგი ჩამიდგა ჯიში და გამრიცხა აკადემიიდან რა. რომელი წელი იყო ნიკო? ეს იყო 84. 84. ანუ მოვედით 80-იანებში და მე-10 სართულზე მინდა. ხო, კი, მე-10 სართულზე მოგიყვებით. პირველი გასვლა დასავლეთში, რომელიც იყო გერმანია. ხო, და მოკლედ ამ ადამიანს გამრიცხა, ასე თქვა, რაღაც ამის გამო რომ რაღაცა შენ როგორ მწახვდე გერმანიაში, რაღაცა იმიტომ რომ არ ყოფილხარ და არ ხარ მაგის ღირსი და რაღაცა თითქოს რაღაც დამსახურებები უნდა იყოს წინაპირობა იმისთვის რომ ნიჭიერი ადამიანი საზღვარგარეთ წავიდეს. ომის გმირი იყო და ნუ მე არ მინდა ხა გვარდასახელის ხსენება. კი ბატონო. მოკლედ 84 წელი იყო და მამუკა ცეცხლაძე, გია ლორია, გოგა მაღლაკელიძე რაღაცა მუშაობდნენ ერთად და ესეთი ჯგუფი იყო არქივარიუსი. მე უბრალოდ რაღაცების გამო იქ ვერ მივიღე მონაწილეობა და მამუკა ცეცხლაძე მუშაობდა დიპლომზე და მე-10 სართული აკადემიის მე-10 სართულზე მისეს ოთახი და იქ მუშაობდა. ეს არქიტექტურების სართულია თუ აღარ? ხო, არქიტექტორი უკან სახოვდა, სულ ბოლოს არ მე-10-ზე მუშაობდა და იქ ავდიოდით ხოლმე კარლო კაჭარავა, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, მე, რა ვიცი, მოდიოდა გია ბუღაძე, ლევან ჭოღოშვილი მახსოვს მოდიოდა რა ძალიან ბევრი მოდიოდნენ იქ და აინტერესებდათ რას ვაკეთებდი და ეს მამუკა მუშაობდა დიპლომზე და ჩვენს პარალელურად რაღაცები პატარა ფუნქციური რაღაც ჩანახატების კეთება დავიწყეთ. რაღაც ჩანახატებს ხატავდი და იქ საუბრობდით ხელოვნებაზე და ეხლა კარლოს უყვარდა საუბარი, ეხლა ხელოვნება ცოდნე და აი რა ხდებოდა საერთოდ დასავლური კულტურა და რაღაცები გვიყვებოდა რაღაც ისტორიებს და სულ ეს თითქოს რაღაც ცოცხალი პროცესი მიდიოდა სინამდვილეში როგორც არის ხელოვნება. დიახ და ერთმანეთს ასე ვთქვათ ზრდიდით და აი რა არის თავარი მე რაღაცა უარყავით ეს ზეთის საღებავები და რაღაც გადავედით აი ბუნებრივად მოხდა მამოქონდა მუყაოები ბითუმნი ლაქები სხვადასხვა საღებავები და ამ საღებავებით მუშაობდი და ხო ექსპერიმენტი დიახ ექსპერიმენტი და ეს ექსპერიმენტი იყო აი მართლა ესეთი ნამდვილი ექსპრესიონიზმი ასე ვთქვათ. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ რომ მე-10 სართული იყო ის რასაც ვერ გაძლევდათ აკადემია თავისი კონკრეტული რეჟიმისგან გამომდინარე ჩარჩოებიდან. დიახ რა თქმა უნდა ეს იყო რაღაც აი უარყოფა ამ ყველაფრის და რაღაც აი სხვანაირად დანახვა ამ სამყაროზე საერთოდ აი რომ გავაცნობიერე რა არის აი ხელოვნება და ამაზე ფიქრი რომ დავიწყე ხო და აი ყოველი დღე იყო რაღაც ესეთი სიახლე რომ ერთი დღე რომ მისულიყავ თითქოს ჩამორჩებოდი რა აი ესეთი ნამუშევრები კეთდებოდა და მე რომელ კედელზე ვფენდით მე იმ კედელს დავათქვი კედელი რომელიც გარფის ხო და მართლა ერთი დღე რომ მისულიყავ თითქოს და უიმე შეცვლილი იყო რეალობა იმ ყოველ დღე რაღაცა სიახლეები და ახალი ნამუშევრები იხატებოდა ხო და თითქოს რაღაც აი რა ძალა იყო რაღაც ის გვახატიებდა თან სათაურები ქონდა ყველა ნამუშევარს აი მაგალითად ესე ნამუშევარი მქონდა ერთი რომელსაც უბრალოდ მაშინ რაღაც რუსულად ვაწერ საოცნაურია ხო კუკლა მეორტე კუკოლნიკ და პამაგი გასპოთ ესე ტრიპტიხი იყო ოლეგს ქონდა კრისალოვის გამელნა ესე ნამუშევარი მამუკა ცეცხლაძეს კარჟის დალშე რაღაცა ეს სათაურების ესე მოდიოდა ხო რაღაც ეგზისტენციალური საკითხები იყო ფილოსოფიასთან რაღაც კონკრეტული კავშირების ფაქტია იმიტომ რაღაც ანუ ხელოვნებიდან ცხოვრების აღქმის და რაღაც მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები იყო ხო ეს ნამდვილად აი ცით რა არის აი ყველა იყო გაოცებული სახში რომ ბრუნდებოდი დედაჩემი გაკურებული აი მივიდოდი ხოლმე ღამე დაღლილი გათიშული დილებს გებოდი და რაღაცებს ყიდულობდი და გავრბოდი ესე იგი აი მოწყვეტილი ვიყავ ცივცე და აი იქ იყო ეს ჩვენი ადგილი სადაც აი ეს
ამ შეკრებებმა, ამ რაღაცა საუბრებმა მე სტუმრები მოდიოდა და მახსოვს აკადემიის პედაგოგები რო შემოგდა კარებს, ხო მე სასაშლები და ეშინოდა და ხურავდა კარებს, იმიტომ რომ იქ ისეთი მართალი და სხვანაირი აურა იყო, ამ დროს აკადემიაში რაღაც ცივი, თბილი, რაღაცა სტანდარტები, ხო რაღაცა ფორმალობა ყველაფერი, ხო? ნიკო, ერთი კითხვა მაქვს, აი ხალხებს გამიჩნდა. ეს შიშის მომენტი, აი ესე რომ შემოაღებდნენ და ინახავდნენ. რისი შიში იყო ეს მაინც? ხელოვნების თავისუფალი ხელოვნების თუ თავისუფალი აზროვნების? თავისუფალი აზროვნების შიში იყო, იმიტომ რომ აქ იყო რაღაც სტანდარტი. და რომელშიც რაღაც თავს აი კარგად გზნობდე რა, ასე ვთქვათ, აი კომფორტულად იყვნენ, ხო და ეს იყო ისეთი სინამდვილე რომ ეხებოდა და ვიცი აი როგორც ეს იმის იქით აღარ უნდათ რა, ეს კომფორტი აწყო. მე ვფიქრობ რომ იქნებოდა ეს რაღაც აღფრთოვანების თუნდაც ფარული მაგრამ რაღაცა ძლიერი მუხტი. იქ არ იყო, მაგრამ რომ გავაკეთეთ პირველი გამოფენა, ჩვენ ძალიან ახლოს მეგობრობდით სერგო ფარაჯანოვთან. მე ჩამოსული იყო ალენ გინზბერგი საქართველოში. ხო და გინზბერგის სიტყვა მახსენს, ესე იგი რუსთავზე მაშინ აქეთა მხარეს დადიოდა ხალხი დუბლიონკებში და εκεί ტყავის ლაიკის იმაში და გაიარა თურმე გინზბერგმა ეკითხა ხალხი სად არიანო? ხო, ჩინოვნიკები და ჩეკისტები. ხო, გაუკვირდა, ხო და ჩამოსული იყო და სერგო რომ მოვიდა გამოფენაზე ჩვენთან ძალიან უყვარდი და გინზბერგმა მოვიდა გამოფენაზე და აი მართლა გაოცებული დარჩა. რომ იმ გარემოში რომელიც უკვე ნახა ეს როგორი არის შესაძლებელი. კი ბატონო, მართლა და მახსოვს მაშინ ვიღაც ამერიკელი სტუმრები და ყველა იყო გაოცებული, თვითონ ის ხატრები იმ დროს იქ მოქმედი ხატრები ვიც იყვნენ, ხო? რაღაც ერთი ხასიათის იყო ეს აი რადიკალურად განსხვავებული იყო. მახსოვს ბატონი მიტო თუმანიშვილი მოვიდა გამოფენაზე და მისი სიტყვებით მახსოვს ირაკლი ფარჯიანი ჩვენთან მეგობრობდა და მითხრა რომ აი ეს რაც გაქონდით ეს უნდა შეინარჩუნოო. ეხლა მაშინ დიდი სტიმული იყო, ნუ მაინც ერთაობის ხალხი. ხო და მართლა რადიკალურად განსხვავებული იყო ეს ნამუშევრები, მიდგომა, პოზიცია, ასე ვთქვათ, ხო, სითამამე, ასე ვთქვათ, პოზიციაც უკვე გამოკვეთილი იყო რადიკალურად, უპირისპირდებოდი აი ამ სიტუაციას და ამ წყობას. ყოველ შემთხვევაში ესე იყო და 85-ში რაღაც სერგოსთან იყო ჩამოსული სტუმრად გერმანელი ადამიანი და სერგომ უთხრა რომ აი ეს ძალიან მაგარი მხატვრები არიან და მიიწვია ბერლინშიო. ხო და 85 წელს მიგვიწვიეს ბერლინში და ამჯერად უკვე წახვედით. ხო, წავედით ბერლინში, მართლა იშვიათი იყო იმ პერიოდში, აქედან გასვლა და რაღაცა ოვირი და ჯანდაბა და დღემდე მიკვირს როგორ გაგიშვეს. პროცედურა როგორი იყო? აი გახსოვს ეს პროცედურა? არა, პროცედურა მახსოვს იქ რაღაცა მივედით ამ რაღაცა ოვირის ის იყო რაღაც ხელი მოგვაწერეთ, ხო იცი ფრთხილად იყავით რაღაცა XPD გავლენის ქვეშ არ მოექცეთ XPD-ა ქალები რაღაცა სიგიჟეებს გეუბნებოდნენ. ხო და ხო თავსუფლებდი კი მეთქი აბა რა თქმა უნდა, ხო და მოკლედ რომ მახსოვს გვაცილებდნენ მხატვრები და გია ეს გვერდზე გვაცილებდა ჩემოდანში ჩამშვიდ წამიყვანებთ რა. გია კი წავიდა. ხო მე წავიდა, ხო, მე კი წავიდა, ხო და აი ესეთი პირველი გასვლა ჩავედით ბერლინში. და ნუ რაღაცა ჩავედით ბერლინში ნახეთ რაღაც ნამუშევრები და ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი ნამუშევრები იმ პერიოდში იქ რაც კეთდებოდა ამას ჩვენ აქ ვაკეთებდი. თანადროულია. ხო, აი თან არავითარი ინფორმაცია. ნუ რაღაცაზე ხო კი კაროყვებოდა რაღაცებს ინფორმაციები, არის კატალოგები, მაშინ არაფერი ინფორმაცია არ იყო და პირველი გამოფენა რომ გავაკეთეთ ბერლინში, გაოცებულები იყო, რომ აი საბჭოთა ამ პერიოდში აქ აი ესეთი რაღაცა ხდებოდა თბილისში. ხო. მოკლედ მართლა ძალიან დიდი ესეთი აი მახსოვს ის გაოცებული ხალხი ამ გამოფენაზე რომ მოდიოდნენ და აი გვაკვირდებოდნენ რა რომ ესე ვინ არიან მე რა ეგო ინტერვიუები ხო ჩვეულებრივად და ჩემთვის რაღაცა დასავლეთში რომ ჩავედი ეს იყო რაღაც აი თავისუფლება რომ მახსოვს აი რომ გადავდგე ნაბიჯი შევხედე აუ მეთქი რა მაგარი რაღაც დიდი ისა კარუსელი იყო რაღაც ესე თავისუფლების და კედელთან სულ კონცერტები ეწყებოდა მაშინ გაყოფილიყო გერმანია და აი ძალიან მაგარი აქტიური იყო ევროპაში ბერლინი რა ერთ-ერთი ისეთი აქტიური მეგობრები მაშინ ნიუ-იორკიც კი არ იყო რაც ხდებოდა ბერლინში მაგ პერიოდში რა ყველა ჯგუფები ჩამოდიოდა მხატვრები გამოფენები და რა ვიცი რა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები გავიცანეთ მაგალითად იოჰან ბერგი ესეთი დრამატურგი ხო მე მგონი მაგის უნივერსიტეტი არის ბერლინში და დავმეგობრდი და რაინერ ვერნერ ფასმინდერის დრამატურგი იყო და თან ის მხატვრები გერძოლტაკი ცაპკა ვინც იმ დროს ისეთი მხატვრები იყო ხო ბერლინში კიდე იყვნენ კიდე
ვირფრიდა მასი არ შეიძლება ვახსენოს ქალბატონი, ვის სახშიც რაღაცა სულ ესეთი რაღაცები ხდებოდა, მოდიოდეს ალტერნატიული ჯგუფები, მხატვრები იკრიბებოდნენ და აი მოკლედ პირდაპირ იმ ბოჰემაში მოხდით იქ. ცოცხალი ხელოვნების მონაწილეები იყვნენ და თან შემოქმედებით. და თავს ისე გძნობდით, ეს ჩვენ ისეთ კი არ იყო, აი როგორც სახში. ხო, სახში, იმიტომ რომ ეს რაღაცები გავლილი ქონდა რა. ეს ძალიან ვიცავია. ერთი კითხვა გამიშთებოდი. აი, ესეთი დაკეტილი, ჩაკეტილი სისტემიდან, როდესაც გადიხართ და ხედავთ, რომ ანუ სინამდვილეში, რასაც აქ ქმნიდით, აკეთებდით, მაშინ ის ყველაფერი იყო ბუნებრივი და ორგანული ამ თავისუფალი სამყაროს იგივე პროცესების, რაც იქ ხდებოდა. ამით ხო არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელია ხელოვნება მოაქციოს ჩარჩოში და შეუძლებელია ადამიანის თავისუფალი აზროვნება დაშტამპო, რაც არ უნდა ეცადო, როგორც არ უნდა დაპრესო. სადღაც ის გამოსავალს აუცილებლად იპოვის. დიახ. გამორიცხულია. ეს არის, აი გამორიცხული შემიძლია თქვა, არ არსებობს. თუ მართლა ხელოვანია, არ არსებობს პირიქით. ამით აი ასრულებ სისტემამ აი მის მოქმედებას, როდესაც გადაუდგება ხელოვანებს. აი დღესაც ხო ხედავთ, არის ესეთი მსახიობები, აი ესეთი ხალხი ყავს დაკავებული რა და ებჯენ ხელოვანებს. იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ძალის შეჩერება. უნდათ რომ რამენაირად რაღაცით აი შეზღუდონ აი მოაქციონ თავის ეგ არ არსებობს. ეს არის გამორიცხული, იმიტომ რომ აი როგორც რაღაცა დინარესავით აი ჩაკეტო ის გზას პოლოს დაგადებული და ხო მაინც უერთდება ოკეანეს ბოლოს რა და ასე რომ ეს არის გამორიცხული ცი რა ერთი შემიძლია თქვა რა ეს არის უდიდესი შეცდომა ამ რეჟიმის. უდიდესი ისე როგორც ყველა რეჟიმის. ისე აი გაიხარე ისე როგორც ყველა რეჟიმის. ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. არ არსებობს ამით გომდის ეს დამარცხებულები, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ეს ამდენი ხალხი დაჭერილი ისინი როგორ გითხრათ, მის თავს საპატიმრებენ ამით. ყველა მათი გადადგმული ნაბიჯი არასწორია. ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო და უფრო დამძიმებულია. შვილები ყავთ რაღაც, რა ვიცი, რას ფიქრობენ ამ ქალაქში უნდა იცხოვრონ. აი ალბათ ახლა საკუთარი შვილი აი რა მაგალითს უყურებს რომ რაღაცა როგორ იქცევა მშობლები ეს ლანძღვა გინება არ ვიცი აი ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ ქვეყანას აი მართლა ნუ ესეთი მთავრობა არ მახსოვს აი შევარნაძე ამათთან შედარებით მართალია არ მიყვარდა და რაღაც ის პროტესტი მქონდა მრთიანი ანგელოზია არა ხო არ არსებობს ხო რატომ უნდა მიყვარდეს საკუთარი შვილი მიყვარდა ჩემი სამშობლო ხო მაგრამ აი ამათთან შედარებით მრთიანი ანგელოზია რა მართლა აი გულახდილად გეტყვით რომელსაც აი ვერ ვიტანდი და ვაპროტესტებდი და გამოდიოდა რა ვიცი აი 9 აპრილიდან დაწყებული 9 აპრილის იქვიდექით აი 9 აპრილის 80 წელში მე ხშირად ვიტყვამს უკვე ოლეგ ტიმჩენკო კოკარამიშვილი აი 9 აპრილის იქვიდექით შემდგომ რო იყო რუსთავის ამბავი ვაკის პარკში და სულ პატარა იყო 17 წლის მახსოვს აი ენის ამბავი იყო თავისუფლება და უშრები თანამშრომელი მოვიდა აი ჩარჩენილი ხო და აბა ეხლა წადი აქ ნუ გეხარ რომ მითხრა აი რაღაც ესე ის ჩამჩა რა სულ და აი პირიქით ამით ის კი არა რაღაც შემეშინდა შიში არა პირიქით და აი ვერ ვეგუებს აი სისტემას და რაღაც არ მიყვარს რა აი როგორ გითხრათ იმიტომ რომ ყალბია. აი სულ რაღაცა ყალბია ხო ჯერეგეთი ამას ვერ ეგუება ახლა ადამიანი განსაკუთრებით შემოქმედი ადამიანი სიყალბეს ვერ შეეგუება. არ არსებობს ეს რაც შეზღუდვები რაღაცების აკრძალვები ეს ხო არ არის ბუნებრივი. ადამიანი იბადება თავისუფალი. იწევს იმას რომ აი ალბათ დროზე დაასრულებენ ამ ყველაფერს დასრულდებიან იმიტომ რომ აი ესეთი შეზღუდვები ეხლა დღეს შეიძლება არც ისეთი ბევრი ხალხი გამოდის მაგრამ ეს ბრაზი არის დარჩენილი ხალხში. ესე შენ საკუთარ ქვეყანას და შენ ხალხს მოექცე არ არსებობს ეს არავის არ შეჩენია და არ შერჩება. და მათ შორის არც თბილისში არ შეჩენია. არა. ამაზე გაცილებით მყარი რეჟიმი მოინელა ამ ქალაქმა. კი ბატონო, ნამდვილად მისი შეცდომების გამო, ხო? შეცდომების გამო. ვინი ფიქრებდა, ხო? ასე რომ ამაზე უნდა დაფიქრდნენ, იცი რა არის, რომ აი რაღაცა ერთი რომ დაუშვათ დავამთავროთ ივთავრობა და ავირჩიეთ ეს, იმიტომ რომ ვიფიქრეთ რომ რაღაცა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, ხო?
იმიტომ რომ ცივილური საზოგადოება ვიყავით ჩვენ 2012-ში როგორც ჩანს უფრო ცივილური საზოგადოება ვიყავით ვიდრე შეიძლება ღირდა რომ ყოფილიყავით და ჩვენ ვაღიარეთ ის მოცემულობა და მშვიდობიანი ცვლილება ხელისუფლების. და მშვიდობიანად გადააბარა ესე ხო ძალაუფლება და მას მერე იმის მაგიერო განვითარებულიყო. აი, როდესაც მაგარი გუნდია ფეხბურთის ხო და მადრიდის რეალში რაღაცა ყველაზე მიღწევები და მწვრთნელი რო ვერ ასრულებს მის მოვალეობას ცვლიან და ნიშნავენ, იმიტომ რომ კიდე უფრო უკეთესი უნდა მოვიდეს და აქ ჩვენთან მოხდა უარესი. საუბედური, აი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. აი, იცით რა, მინდა გავიხსენო აი ხელოვანების პოზიცია რა. დავით კაკაბაძე. ხო და იმ პერიოდის მხატვრები აკეთებდნენ ხოლმე რაღაცა დაკვეთები კეთდებოდა და მხატვრები ხატავდნენ აი ლენინი წინაფონზე და რაღაცა სტალინი და ბავშვები და რაღაცა ესეთი ოსტატურად შესრულებული, მაგრამ მოაზროვნე ადამიანი დავით კაკაბაძე ამ დროს რას ხატავდა, თუ გახსოვთ იმერეთი, აი უზარმაზარი მთები, ეს პატარა ბოლშევიკები და ლენინი და სტალინი, აი ეს პოზიცია იყო ხელოვანის და აი დღეს ახლა ეს ხელოვანები მე მაოცები, მათი აი როგორც სიჩუმე, მათი ემსახურებიან, აი ეს მედია, აი არ ვიცი რა თქვა ეს იმედი და ეს პოსტები და რუსთავი აი ეს ჟურნალისტი სად გაიზარდნენ მშობლები ხო ყავთ რაღაც ნათესავები აი ხო ხედავენ რომ აი ადამიანი როდესაც აშავებს ხო გძნობს რომ აშავებს და მაინც იცით თვალს ვერ გისწორებს და აი ამათმა ხო იციან რომ აშავებენ აი რა ძალადგი აი ანის ფული აი დაუშვათ რადგან ეს ფული და რაღაცა აი რაღაც გაურკვევლთან ერთად დახარჯო და იქნები შენ მეგობართან ვერ გამოჩნდები რა ვიცი აი რა ვთქვა არ ვიცი აი მართლა რა გაოცებული ვარ მაგრამ აი ჯერა და დარწმუნებული ვარ აი დარწმუნებული ვარ რომ ეს დიდხანს ვერ გასტანს არ არსებობს მეც ამაში დარწმუნებული ვარ ერთი ესეთი კითხვა გამიშთა ახლა კიდევ აი რა უღირთ და რატომ ხომ რომ იციან რომ აშავებენ მაინც რატო აგრძელებენ ხო იმ გზაზე სიარულს რომელიც ისტორიულად ვიცით რომ არ მოიტანს კარგ შედეგს პირველ რიგში მათთვის ხომ არ არის ეს იმის გამოძახილიც რომ რაღაცნაირად ქართულმა საზოგადოებამ რომელიც თავისი ტოლერანტობით, ლოიალურობით ხასიათდება და მაღალი ჰუმანური იდეალებით ზოგადად ვიძახით და არა გამონაკლისებს იმ რაღაც აი ასეთ სამთავრობო პროპაგანდის წარმომადგენლების და გამაძლიერების მსგავს გამონაკლისებს ხომ არ შეადგენს ხო საზოგადოება ძირითადად ამ საზოგადოებამ ჩვენ ბევრჯერ დავივიწყეთ, შევუნდეთ, ვაპატიეთ, რეაბილიტაცია გამოვახდინეთ იმ ადამიანების, ვისაც დაუწდა ფეხი ერთხელ, ორჯერ, 20ჯერ. ერთხელ ეს არის ბუნებრივი. 20ჯერ უკვე ეს უკვე არის, ესე იგი რაღაცა გვეშლება ჩვენს, იმიტომ რომ არ ვარქმევთ სახელებს რეალურ ფაქტებს. ანუ გული გვეთანაღრება შეიძლება იმიტომ რომ კი ჩვენი მეგობარი იყო ეს ადამიანი აქ მაგრამ აი დღეს ვხედავ რომ აღარ არის ეს ადამიანი ღირებულებები აღარ აქვს ამ ადამიანს აი მე პირადად ესე ვფიქრობ რომ არ მიყვარს ხოლმე შეიძლება ტელევიზიაში ახლა გვარდა სახელს არ ვიტყვი რას ნიშნავს ეს აი ხელი დაფარებით იმას არ ვიტყვი ვე მიცი ეს კაი ბიჭი ჩემი მეგობარი იყო მაგრამ არაუშავს ეშლება რას ნიშნავს სიჩუმე ეშლება აი თუ ეშლება ეს ხალხი რო დღეს დაკავებული ნაცემ ნატყები აი ეს არის დამნაშავე რომ ჩუმს და ეშლება არაფერის არ ეშლება ამიტომ არ მიყვარს რაღაცა რომ მე ჩვენი მეგობარი რაღაც ხელის დაფარება ხო პატარა ყველა ერთმანეთს იცნობს არა არ შეიძლება დღეს უკვე ამის რო აღარ არის იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა იღუპება დაიღუპება ოდ მართლა დამთავრდება სწორად თქვა ნიკა გვარამია ნუ გეგონება ბელარუსზე უარესი ვიქნებითო რაღაც ესეთი ხა არ მახსოვს იმიტომ რომ ეს კავკასია და აქ გადმოვენ კადიროვის მსგავსი ადამიანები თავისი სახელი მაგალითად რეჟიმი რო გაასამართლეს ანუ სად იყოს რეჟიმი რო გასამართლა პროპაგანდისტული ტელევიზიაც ხო ამიტომ ამაზე უნდა იფიქრონ იქ რომ მუშაობენ ხო ეს საფიქრელი აქვს ხო აი უკრაინაში ხო იყო რაღაც პოლიცია და იქ გასამართლა მე ეს პოლიციელები ხო აი ეს ამ პროცესების ჩანასახს სხვათა შორის ახლა აი რეჟიმთან ბრძოლის ამ კონკრეტულ ეტაპზე მე პირველად ვხედავ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ეჭვება. ანუ არასდროს არ ყოფილა საზოგადოებაშიც იმის ესეთი მაღალი მოთხოვნილება, რომ ვიცოდეთ ყველას სახელები, ასწრუ პოლიციელების სახელები, ვიცოდეთ სამთავრობო მედიების პროპაგანდის გამტარებლების სახელები. ანუ რამდენ უამრავი ფაქტი იყო, ხო, მაგალითად, იმედის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანის ძმა დააკავეს აქციაზე.
არაფრის გამო ამ იმედის თანამშრომელმა ვერაფერი ვერ დაწერა საკუთარი ძმის დასაცავად. ანუ სადღაც უკვე რაღაცნაირად აბსურდამდე მიდის ეს ყველაფერი, სიმახინჯემდე მიდის, იმიტომ რომ ოჯახის წევრს ვერ იცავს შენ რეჟიმის გამო, იმის გამო რომ რეჟიმი ერთ-ერთი ოჯახის წევრმა მისი შვილი რაღაც აქციაზე რაღაც ესეთ მოხდა, დააკავეს თუ გაალახეს თუ რაღაცა და ეს დედამ თქვა რომ ეს ვან პოლიციის ბრალი, ეს ნაციონალების პოლიციის ბრალი არის, ამათ ბრალი არ არის. ეს სხვაზე გადაბრალების რაღაცა მანია კიდე სხვა. რომელიც ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს. ხო და შვილი გაალახეს აქციაზე და აი ეს განცხადება გააკეთა. ანუ რეჟიმის პროპაგანდა ძალიან ძლიერია. კონვე რესურსები, უამრავი რაღაცა აქვს, აგერ გვერდზე რუსეთი, რა ვიცი, აბსოლუტურად აი რთულია, მაგრამ კიდე მაგრამ სიტყვი მქონდა ადრე ნამუშევარ, სიტყვი დავწერე, მაგრამ ისეთი სიტყვა მომწონს, მაგრამ ყველაფერი არის ქართული ხალხის ნება. ქართული ხალხის ნება და მე დარწმუნებული ვარ რომ აი მართლა აი ჯერა რომ არ არსებობს დადგება რაღაცა დღე ეს არ ვიცი ახლა ეს წინასწარ ვიცოდე რა როგორ იქნება როგორც წესი ხდება ხოლმე მოულოდნელად ხო რაღაცა აი დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა ეს მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება იმიტომ რომ აი რაღაცა აი დასასრულისკენ ისეთ ნაბიჯებს გამენ რომ აი ამ ქვეყნისთვის შეუფერებელი და არარსებული არის რა ქართველი კაცი ამდენ დამცირებას ამდენ რაღაცა არის საშინელებას ვერ აიტანს აი ითმენენ აი მოთმენის აი რაღაცა აი და კი ეს ხაზი ძალიან ფერმკრთალდება და ცოტა ხანში გაქრება ის მოთმინების ზღვარი რომელსაც არ გადავდივართ ხო რაღაცა სხვადასხვა მიზეზის გამო რაღაცა სამსახურია რაკნას თუ ღირებულებების გამოც მათ შორის იმიტომ რომ ხა ეს ძალადობა და აგრესია ხა ნორმალური ადამიანისთვის ეს ხომ არ არის ბუნებრივი და სასურველი მდგომარეობა ხომ არავინ არ ფიქრობს რომ ქუჩაში დგომა 152 დღის განმავლობაში წვიმაში ქარში ანუ რეჟიმისგან ამხელა წინააღმდეგობის ფონზე ეს ხომ არ არის სასურველი ეს ხომ არ შეიძლება რომ მოგწონდეს ადამიანს ხო როგორ შეიძლება მოგწონდეს მაგრამ აი ზუსტად ამ წვიმაში ქარში დგომა მოიტანა ის რომ თავრობა არალეგიტიმურია და არჩევნები არალეგიტიმურია გეთახმებით აი ეგ დგომა მოიტანა ეს და აი ეს ხალხი მტკიცე დგას მართლა აი იმიტომ რომ აი რო ხვდებით უკვე ერთმანეთს თითქმის ყველა ერთმანეთს ვიცნობ უამრავ თემებზე საუბრობ და რაღაცა ისეთი ატმოსფეროა თუიმე ნორმალური საღათმოაზროვნე ადამიანის ნახვა გინდა ხო რაღაცა აი მიხვალ ნახავ და შენც რაღაცა კარგად გძნობ თავს მაგრამ უკვე დგება დრო ალბათ უფრო უნდა გააქტიურდეთ პოლიტიკოსების ხალხთან მეტი კონტაქტი და ამან უკვე რაღაცა სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რა კი ეს მოთხოვნა საზოგადოებაში არის და მოლოდინიც არის და ძალიან სწორია როგორც მოლოდინი ასევე მოთხოვნა მე აბსოლუტურად საკუთარ თავს მივაკუთვნებ საზოგადოებას ეს ბუნებრივია და ანუ რასაც არ უნდა აკეთებდი ადამიანი პოლიტიკაში თუ სხვაგან თუ სადაც არ უნდა იყოს შენ ხარ შენი საზოგადოების წევრი საზოგადოების განწყობას თუ ვერ ხედავ არ მოусმენ ან მაგისემას უნდა გძნობდნენ ნუ აი რა მეც გეთანხმები ნამდვილად რომ ძალიან ახლოს არის ის გამოსავალი და კვანძის გახსნა იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სცენარი აქვს ხო და ამ სცენარსაც რაღაცა ლოგიკური გაგრძელება განვითარებ დასაწყისი განვითარება გაგრძელება დასასრული ყველაფერს აქვს ვუახლოვდებით იმ დასასრულს სადაც მეც ასე ვფიქრობ სადაც საზოგადოებამ უნდა გაიმარჯვოს იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოდივართ კვაზი საზოგადოება და ჩვენ ვერ გავხდებით საქართველოს ვერ გახდება მაგალითი სადაც ბოროტებამ გაიმარჯვა სიკეთეზე რეპრესიამ გაიმარჯვა სიმართლეზე ანუ ვერ გახდება ამისი მაგალითი საქართველოს იმიტომ ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ ასეთი მაგალითი მაშინაც კი როცა ყველაზე რთული იყო საქართველოში იბრძოდნენ ადამიანები ამიტომ ესეთი კითხვა მქონდა რა მოხდება თუ საზოგადოება შეაჩერებს თავის ბრძოლას მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ როგორი პასუხებიც მქონდა ალბათ ეს შეჩერება გამორიცხულია გეტყვით რომ აი ხლა მათი ყველა გადადგმული ნაბიჯი ხლა დღეს სახლში შევედნენ ეს არის უკვე რაღაცა შიშით გადადგმული მათი ნაბიჯები ეს არ არის ჯანმრთელი ნაბიჯები დარწმუნებული ვარ რომ იქ არიან ალბათ შეგით ვიღაცები რომელიც აი ნენელა რაღაცა მოლოს რაღაც ისე ხშირად აღარ შანან ეკრანზე რაღაცა გაერიდნენ და რომ გძნობენ ეს სანქციებიც ეს ყველაფერი მოქმედებს და მე დარწმუნებული შეგით არის ნამდვილად ქაოსი რომ აი ესე კიდევ ერთხელ ვიმეორებ შენ საკუთარ ხალხს ესე მოეპყრო შეუვარდე დაატერო რომ ეს ამდენი ჯარიმები
მე დღეს შაკირობდი ერთ უთხარი რომ უთხარი აქ მეთქი ყველა მილიონერები დგევართ მეთქი რა ყველა სიმდენი ჯარი მაგვაქვს ხო შეგვიძლია ამ თანხების გარდა ნამდვილად მილიონერები უნდა ვიყოთ მილიონერები მეთქი ხო და ცის ისე თქვა მინდა რომ არ არსებობს რა აი ხლა რაც თქვენ მითხარით ამის პასუხია რომ არ შეიძლება რომ აი ეს კიდე ესე ხალხის მდინარე ხო აი ქვეყნის გულიდან გამომდინარეო არ არსებობს მაგრამ იმიტომ რომ არ შეიძლება აი კიდე რაღა აი რა ვიცი რომ კიდე ერთხელ მინდა უთხრა ჩვენ ქართველ ხალხს გამოფხიზეთ ხალხო უფრო აქტიური უნდა ვიყოთ რაღაცა ნუ გეშინიათ გადადგი ნაბიჯი და აი ჯარიმები ახლა რასაც აი ჯარიმები რაც მოდის შეიძლება მთავრობა და ეს უკან დაუბრუნდება ყველა ის თანხა და რაც იქნება იმ ადამიანებს ვის დააჯარიმეს და საერთოდ გაქრება და გადაშენდება აქეთ ამ მხარეს ვინც ახლა ოპოზიციის მხრიდან და საქართველოს პატრიოტიზმის ნაწილიდან მხრიდან იბრძვის ეს ადამიანები ჩვენც ხო ვაკეთებთ ხო რაღაც ჩვენს ჩვენც ვაკეთებთ სიებს რა თქმა უნდა სრუმოწმეების კორუმპირებული ჩინოვნიკების რეჟიმის მსახურების ხელის მომწერების ამათი სია ხო ანუ ამ სიას ემატება და ემატება ეს უნდა იყოს აუცილებელი და რატომ იცით რომ მეორეჯერ რომ შეიძლება დავაბრო რომ აი მსგავსი არავის აღარ მოუვიდეს ხო არავის და რომ შეიძლება მთავრობა მე აი მთავრობას აი პირველივე დღიდან ისეთი კონტროლი რასაც თქვა კონტროლი რომ რაღაცა მსგავსი აი გადახრა ну ნაბიჯი ვერ უნდა გადადგას რა იმიტომ რომ ყოიცე მაინც ის ადგილი იმაშობა ადამიანს რა ათამამებს იქ რაღაცა ის კომფორტი და აი კომფორტი აი არ ვიცი რა ტენდენცია რომ ბევრი იქნება სამუშაო შემდგომი აი მე მომისმენი ასეთი აზრი რომ ქართული საზოგადოება კი ეხლა შევცვლით ამ ხელისუფლებას ნამდვილად და მოვიყვანთ ნებისმიერ ხელისუფლებას რომელიც ამათზე უკეთესი იქნება აპრიორი, იმიტომ რომ შეუძლებელია ამაზე უარესი მთავრობა არსებობდეს, ხო? ანუ ამაში ნამდვილად დავწმუნდით უკვე ყველა. კი ბატონო, საუბედუროთ ესეა. როგორც კი შეიძლება, აი მე შეიძლება საზოგადოება ისევ მოდუნდეს, რაღაცნაირად თვალი მოხუჭოს, ცოტა დაისვენოს და დასვენების უფლება. მეც ვიძახი რომ მე არ მგონია, იმიტომ რომ არ მგონია ეს ახალგაზრდები, აი ეს დემოკრატია ამაზე დგას. მუდმივ გადამოწმებაზე, მუდმივ დემოკრატია არის პროცესი. კი, რომელსაც ხელოვნება პროცესია, მუდმივად განახლება ჭირდება, ხო და უნდა ააშენო, ხო, იმიტომ რომ აი დაუშვათ აი ავანგარდი, ხო, ავანგარდისტი ხელოვანები და ამის სწავლა რო დაიწყო, ხო, ის მკვდარია, ხო, ეს მუდმივი პროცესია. რა თქმა უნდა, თანამედროვე მხატვრობა მაგალითად ყოველდღე იცვლება. აბსოლუტურად, იმიტომ რომ როცა არტისტი, ცოცხალი არტისტი ყოველდღე ისეთია 1000-ნაირი აზრი მოსდის თავში რა. აი მწუნოს ეხლა გესაუბრე რაღაც აზრები მომდის ისეთი რომ წარმოუდგენელი ესია, ხო, ეს არის ცოცხალი პროცესი ხო და აი ესეც იგივე ცოცხალი პროცესია დემოკრატია იმას სულ ჭირდება განახლება შენება გამათი რა დაპირისპირება აბსოლუტურად აი ისეთი მცნობა მაღალი ჩართულობა და ინტენსიური მაღალი ჩართულობა რა თქმა უნდა და არ ამგონია კიდე აი ხლა რაც ჩვენ გადაგვაქვს აი ხლა 21 საუკუნეში იმ ყველაფრის მერე რაც გამოვიარე 9-ები და დღეს კიდე რომ აი რუსეთი რაღაცა ხო ამის შემდეგ ესე რომ აი დამთავრდებიან და დასრულდება აი გამორიცხულია მე მგონი რა აი არ არსებობსო კიდე ეგეთი შესწორება დაუშვათ. ხარია რომ ეს პოზიციაც ანუ აპოზიციაში ისეთი ნათელი ახალგაზრდები არიან ეხლა ვის დაკავებული არიან კი ადამიანები როგორ წერენ როგორ წერილებს აქვეყნებენ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი ბაზა აი რადგან უნდა ჩვენი ქვეყანა აშენდეს ეხლა აი ვასწავლე აკადემიაში თანამედროვე ხელოვნება ფერწერა რაღაცა და სულ ეს მაგას უნდა იმიტომ რომ ესენი არიან მეთქი მომავალი თქვენია მხატვრის ეუბნები და უნდა გააპრობდე პროტესტის გარეშე კაცობრიობა ვერ ვითარდება შვილო მარტო ეხლა ფუნჯი რო გეჭიროს და ხატო ამით საქმე არ გამოვა წვინი და ფუნჯი უნდა გაერთიანდეს ხო და ამიტომ ეს ჩვენი ახალგაზრდები და სწორედ აი ეს ხალხი როა დაკავებული ეს ახალგაზრდები აი გული მტკივარ აი მშობლები ეს გადასარევი ხალხი აი რა ვიცი აი რა ვთქვა ხა ამინდა რომ გამომრჩეს აი მშობლების გამოსვლა და აი დღეს ტელევიზიაში რომ მივიდე როგორ საუბრობენ როგორ ყველაფერი გაცნობენ და პირველ რიგში სამშობლო და მერე ჩვენი შვილია ანუ ჩვენი ევროპელობა და ჩვენი დასავლურ ცივილიზაციებთან მიკუთვნება პირველ რიგში და ამ ეტაპზე უკვე აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაზე და ინდივიდებზე დგას იმიტომ რომ ინსტიტუციურად საქართველოში არ დარჩა ინსტიტუცია რომელიც რაიმე ფორმით დასავლურ და ცივილურ სამყაროსთან რაღაცა მისწრაფებას გამოხატავს. ერთი ბოლო კითხვა მაქვს და 5 წუთი დაგვრჩა. დიახ. 5 წუთი დაგვრჩა. ერთი მინდა დავამატო და აი ყველაფერი
აი ხალხის დამსახურება არის. დღეს თუ რამეა ნაბიჯი გადადგმული და ოპოზიციას კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ უფრო აქტიურები უნდა იყოს და საერთო ენა უნდა იყოს აი ადამიანებთან მოქალაქეებთან, ვინც აი მართლა აი ყინვაში, სიცივეში აქ იდგა და კიდევ ერთხელ რომ არ არის ეს ლეგიტიმური მთავრობა და არალეგიტიმური რო იყო ეს არჩევნები. ეს ძალიან დიდი საქმე გაკეთე, იმიტომ რომ მახსოვს თავიდან როგორ დაიწყო რომ ევროპელებმა თქვენ იციან ხოლმე რაღაცა ნახოთ რაღაცა პოზიციები და შიდა ლეგიტიმაციის არ მინიჭებამ მოგვიყვანა აქამდე და მოიტანა გარე ლეგიტიმაციის არ მინიჭება. შეარიან საერთოდ კონტაქტი არ აქვს დასავლეთთან რაღაცა გამოჩნდება რაღაცა ხელი დაუქნია ტრამპო რაღაცა უკვე არა გინდა დაუქნიოს რაღაცა სიგიჟეში ხო რა იქ ვიღაცა შეხვდა იქ უამრავი ის არის რაღაცა შეხვდა ვიღაცას იმას შეხვდა რაღაცა დებენ და ვიღაცა გაურკვეველ შეხვდა მაგრამ ვინც ითქვა და ნათქვამი არის რომ აი ესენი არიან არალეგიტიმური და ეს არის მთავარი და ეს არის საზოგადოების დამსახურება ხო აბსოლუტურად აი ეს არის მთავარი და ამიტომ ეხლა კეთილი უნდა ენებოს ოპოზიციამ და ამ პოლიტიკოსებმა უკან პოლიტიკოსებმა და ისეთი უნდა გააკეთონ, არ ვიცი რა, უნდა დაასხან მოილაპარაკონ, გაერთიანდნენ ეს რაღაცა გამოყოფა, გახარია გამოიყო იმას რაღაცა მისი აზრები აქვს, გახარიაზე კიდე ცალკე ჩემი აზრი მაქვს, ხო, ხლა არ მინდა ეხლა ესე თქვა, მაგრამ მაინც რა, მე მაგის სიტყვები მოვისმენე, რომ მაშინ პარლამენტშიო რომ შედიოდნენ ეს რადიკალებიო კომისიაზე რომ ხო რადიკალებიო რომ თქვა აი ეს რადიკალი ბავშვები დღესაც იქ არიან ხო და ცოტა სიტყვები დაუფიქრდეს ხო და ნუ იქნება ეხლა ფრთიანაგრე მარტო მე და რაღაც არა გაერთიანდეს კეთილი ინებოს თორე კიდე საკითხავია რას ემსახურება ეს ადამიანი თუ შემორჩა კიდე მათი მოვალეობაა პირველ რიგში და გახარია სამომრჩეველი და მის პარტიის წევრებმა რაღაცა გაარკვიონ ერთმანეთში რა უნდათ რა კარგი, ნიკო, არ გაფრასეთ. არ გაფრასეთ, გამახსენდა რომ ამ ახალგაზრდებზე რადიკალებია. აი ხა დღეს სტუდენტი ბავშვები ზიან და რა დღეს შეერენ და ნახეთ ეხლა. ბიჭები არიან ნაცნობი ამ ბავშვებს, ხო? კი. ქრისტიანსკას გამო დააკავეს ტროტუარიდან ადამიანები. ამ სიტყვის გამო, ხო? დიახ. ერთი ბოლო კითხვა დამრჩა. ცოტა არც ისე შორიდროა პრინციპში თუ გავითვალისწინებთ რა პერიოდი გამოვიარეთ და როგორი ინტენსიური ქონდა ეს უკანასკნელი 6 თვე. 26 მაისი ახლოვდება, ერთი თვეც აღარ არის დარჩენილი. საქართველოს ხელახალი დამოუკიდებლობის თარიღი, რომელიც არის სახელმწიფო დღესასწაული, ყოველი თითოეული მოქალაქის დღესასწაული, სიამაყის საფუძველი. წელს პირველი შემთხვევაა, რომ მე არ ვიცი ეს 26 მაისი, აი რო ვფიქრობ, როგორი იქნება 26 მაისი. იმიტომ რომ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში მთავრობას, არალეგიტიმურს, არავითარი უფლება არ აქვს დარჩენილი, რომ მან ეს დღე აღნიშნოს, მაგრამ ეს დღე არის ჩვენი ადამიანების, მოქალაქეების. აი რა უნდა, როგორ წარმოგიდგენიათ წლევანდელი 26 მაისი? მე შეიძლება რაღაცეთი თქვა არ ვიცი რა. აი ხვალიდელი დღეს, აი ხვალიდელი დღეს 26 მაისი უნდა იყოს ჩვენი ხალხისთვის. და 26 მაისამდე 26 მაისი უნდა იყოს, ისეთი მკაცრი უნდა იყოს პოზიცია. აი ყოველი დღე უნდა იყოს 26 მაისი და 9 აი ესეთი მუხტი უნდა იყოს. აი ვემზადებით 26 მაისი ვემზადებით, მაგრამ არა აი დღევანდელი იქ რომ მივაგე დღევანდელი ხო და სულ უნდა იყოს 26 მაისი და აი მკაცრი გადადგმული ნაბიჯები. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ალბათ პასუხი, რომელსაც ვერაფერს ვერ დაამატებს ადამიანი. უღრმესი მადლობა ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად გაატარა და ძალიან ნაყოფიერი 50 წუთი გაატარა და თუ ესეა კიდევ ერთხელ მე ამაში დარწმუნებული ვარ და მეც გავიმეორებ ნიკოს სიტყვებს და ამ ეპიზოდს დავასრულებ ამ სიტყვებით. დღეიდან ყოველი მომდევნო დღე უნდა იყოს 26 მაისი. გემშვიდობებით ერთი კვირით 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე შევხვდებით ისევ ტრადიციულად უკვე 2 საათზე და კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ ვისაუბრებთ იმაზე, როგორია კულტურა ავტორიტარიზმის ეპოქაში და მიჯნაზე და სად ვართ კონკრეტულად ჩვენ საზოგადოება.